ახლა მოდით გავაანალიზოთ ზოგადად ის სტრატეგია და ტაქტიკა, რასაც მიმართა ჩვენმა ოპოზიციამ, ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა და ხალხთან ერთად და სად მივედით? ნებისმიერი საპროტესტო აქცია, რომელიც დროში იწყება, შეიცავს თავის ხარვეზებს და ეს მარტო საქართველოში არ ხდება, ალბათ ნებისმიერ ქვეყანაში. მით უფრო როდესაც გვაქვს ასეთ გრძელვადიან საპროტესტო აქციაზე საუბარი, უკვე დღეს მე ასე დღეა თუ არ ვცდები. იქ იცვლება ალბათ ტემპო რიტმიც, იცვლება განწყობაც, იცვლება მუხტიც და ასე შემდეგ. მე ვერ ვილაპარაკებ, ან ვილაპარაკებ ოღონდ ცოტა მოგვიანებით, სად იყო დაუშვათ ჩემი საზრით გარკვეული ხარვეზები და შეცდომები, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, როგორ მუშაობდა ხელისუფლება ამ დროს. მუშაობდა ძალიან ჭკვიანურად, სხვა შორის. თუ გახსოვთ თქვენ 9 აპრილიდან მოყოლებული მაისის ჩათვლით ხელისუფლება გდუმდა აბსოლუტურად. ხო, მას ეკავა ესეთი პოზიცია, ანუ აბსოლუტურად თითქოს და აბსოლუტურ იგნორირებას უწევდა ამ პროცესებს, რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს, ტელევიზიის წინ მიმდინარე პროცესებს, ზოგადად ამ საპროტესტო აქციებს და ამით მოიგო, როდესაც მოვიდა ზაფხული, ცხელი ზაფხული და ადამიანებს ელემენტარულად სხვა თუ არაფერი ფიზიკურად უკვე გაუჭირდათ ისეთივე ინტენსივობით სიარული მიტინგებზე, როცა შეთხელდა რაოდენობა ტრადიციულ 6 საათიან და შემდგომში უკვე 7 საათიან საინფორმაციო მიტინგზე, აი მაშინ გამოაჩინა თუ არ ვცდები პირველად 13 რიცხვში იქეთ თვის ივნისში გამოაჩინა ხელისუფლებამ სერიოზულად ბრჭყალები. ეს იყო პირველი დაპატიმრებების მცდელობები ჯერ და შემდგომ უკვე დაპატიმრება 15 რიცხვსაც ალკი ველაპარაკოთ. როდესაც მერაბ ჭიქაშვილს რატომის ერთ-ერთ დამფუძნებელს დახვდნენ სახლთან და მის დაპატიმრებას აპირებდნენ, დაჩი საგურიას დახვდნენ სახლთან, მე მეზობლებმა დამირეკეს, როდესაც უკვე სახლთან მე და დაჩის მივყავდი სახლში და სახლთან მეუდებოდა 4 ავტომობილი და საბედნიეროდ მეზობლებმა მოასწრეს, ასე ვთქვათ, ჩემი გაფრთხილება და მე არ მივედი და ყველაფერი დაგვირგვინდა 15 რიცხვით, როდესაც ხელისუფლებამ იგრძნო, ასე ვთქვათ, ამ მუხტის ვარდნა. იგრძნო ის რომ სხვა თუ არაფერი ფიზიკურად ბევრი ადამიანი გავიდა ქალაქიდან, ხო? და დაიწყო ეს აგრესიული ქმედებები, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდა 15 9 აპრილის შემდგომ არც ისე დიდი ხნის არა, იყო ბევრი თავდასხმა ახლა. იყო ბევრი თავდასხმა ახლა ალექსანდროვის ბაღში იპარავდნენ ადამიანებს, ეს ბულგარულად ვთქვათ, იპარავდნენ, ცემდნენ, უმტრევდნენ დროშებს, ტეიდნენ მანქანებში. იგნორირება იყო მიტინგის მიმართ ეს დემოკრატია. მე გულისხმობ იგნორირებას ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან. იყო თავდასხმები, დაუშვათ ეს ცნობილი თავდასხმა ფურცელაძის კი არა და ფურცელაძის ქუჩაზე, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტროს პოლიციელების ესა რა ქვია, ეგრეთ წოდებული ზონდერების შემდეგ იყო პარლამენტთან საშინელი პროვოკაცია და ყველაფერი დასრულდა 15 რიცხვით. ეს იყო ყველაფერი იმის შედეგი, მე ვფიქრობ ეს იყო ხელისუფლების საკმაოდ ჭკვიანური, მათთვის ჭკვიანური საქციელის შედეგი და დღეს ეხლა გასაგებია, მაგრამ მე დავსვი კითხვა ტაქტიკაზე და სტრატეგიაზე ოპოზიციასთან მიმართებაში. არ იყო ერთიანი ტაქტიკა. ეს უნდა ვთქვათ. ჩვენი გასაგებია რომ გენერალური მიზანი და იდეა იყო გადადგეს მიხეილ სააკაშვილის, როდესაც შენ მთელი 3 თვის მანძილზე ამ მოლოდინით კვებავ საზოგადოებას. როდესაც ეს მოლოდინი თანხმედრაშია საზოგადოების მოთხოვნასთანაც. და როდესაც ეს ხდება, აი გარდაუვალობა უკვე. და ყველა მიცის რომ ეს უნდა დამთავრდეს. ეს არ თავდება. ეხლა მე რას გეუბნები, ის წერტილი, ის საფეხური არ გამოგივიდა. შენ ხო უნდა გქონდეს მეორე რიგის ამოცანა. რაზე შეგიძლია გადახვიდე. თქვათ მესამე რიგის ვანო მერაბიშვილის გადადგომა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დეცენტრალიზაცია. შემდეგ საზოგადოების ერთ-ერთ კომპონენტში, რასაც მე ვასახელებ, პრაქტიკულად ძალიან სამწუხარო, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ ჩვენ. ლევან ყუბანეიშვილიც კი ამ ზეწოლების შედეგად არ გადამდგარა. ლევან ყუბანეიშვილი გადააყენა ახლა მიხეილ სააკაშვილმა იმისთვის, რომ ახლა ბაიდენის ვიზიტი ახლოვდება
მithqvit რომ აგერ ოპოზიცია ითხოვდა მე დავუთმე საზოგადოებრივი არხის დირექტორი აგერ მუშაობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ანუ რაღაც ფუთი მზადდება ეხლა ბაიდენისთვის ფაქტია პრაქტიკულად არა აღქმა არა ჩვენ ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლისთვის შემოდგომაზე ეხლა იმისი დრო აღარ არის რომ იმე შენ არ გეტყვინოს მე ვერ გეტყვი ან მე შენ თუ მეტყვი პროვოკატორი მე მგონი ამ წელს ჩვენ ვერავინ ვერ დაგწამებს და დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი უნდა შეეგუოს იმას რომ მისი ყოველი ნაბიჯი დღეიდან და ამიერიდან იქნება გატარებული ჩვენი მხრიდან პირადად ჩემი მხრიდან თუნდაც როგორც ერთი კინკილა ჟურნალისტის მხრიდან აბსოლუტურ ფილტრში და მე ჩემ თავს არ ვპატიობ უბრალოდ რომ მთელი ამ ხნის მანძილზე არ ვეუბნებოდი ამ ლიდერებს პრინციპში ვეუბნებოდი მაგრამ არ ითვალისწინებდნენ იცი ჩვენ ვიყავით პირველები ვინც გავავრცელეთ განცხადება და ვთქვით რომ ნუ ეგუებით რადიკალს გიწოდებენ ამ იარლიხს გაწებებენ ეს ხდება შეგნებულად უკომპრომისო გადადით ამაზე ჩვენ ხო პიარის სპეციალისტები ვართ და ვიცით რა უნდა შევთავაზოთ რა რეკომენდაცია ოპოზიციის ლიდერებს ჩვენ თანამებრძოლებს ამ ტერმინზე რადიკალები ექსტრემისტები მარგინალები წააგო პრაქტიკულად ეს პიარ პროპაგანდა ოპოზიციამ და ჩვენი რეკომენდაციები მისი თანამებრძოლების მისი გვერდში მდგომი ჟურნალისტების არ გაითვალისწინა ირმა თუ ჩვენ გვინდა გავანალიზოთ მაშინ არა იმიტომ როგორც ჟურნალისტები ესე პრინციპი როა თანამედროვე რო თქვა დავაბალანსოთ არამედ ძველებურად არა მე ვაპირებ ძველებურად თქვა სამართლიანობა როგორც მოითხოვს ისე შევეცდები რა ყოველ შემთხვევაში ის სამართლიანობა რომელიც ჩემი მორალი მიკანახებს და ჩემი სოფხედელობა ოპოზიცია შეიძლება მკაცრად გაკრიტიკდეს მაგრამ ასევე მე მგონი უნდა აღენიშნას ის ერთგვარი შემაჩუბუქებელი გარემოებები რომელიც არსებობს რეალურად რევოლუციის მერეც და სხვა ჩვენს რევოლუციამდე ძველი რეჟიმის ოპოზიციაზეც ნაწილობრივ ვრცელდება ზოგიერთი რამ რასაც ახლა მოგახსენებთ უეჭველად ის რომ ოპოზიციამ ესეთი მაღალი მიზანი დაისახა ასე ვთქვათ რომელსაც რადიკალური დაარქვა ხელისუფლებამ რა მოთხოვნა რომ სააკაშვილი გადადგომა ეს ჩემი აზრით ერთი მხრივ შეიძლება სხვა გამოსავალიც არ ქონდა და ოპოზიციის აზრით ეს პასუხობდა საზოგადოების იმ ნაწილის ელექტორალების იმ ნაწილის მოთხოვნას რომლის ხარდაჭერის იმედით ოპოზიციას ქონდა და აქვს და ეს მოთხოვნა საზოგადოების ნაწილში ნამდვილად არსებობს და არა მარტო ქვეყნის გარეთაც კი ახლა მე შემიძლია მოგიყვანოთ აზრი რომელიც სექტემბერში არის ესეთი პოლ ხანზა რომელიც არის ცენტრალური სადარბაზო სამმართველოს ასე ვთქვათ ესეთი სტაჟიანი თანამშრომელი ამჟამად საკმაოდ ხანდაზმულია რომელმაც დაწერა ფართო ასე ვთქვათ სტატია და რომელიც ამთავრდება ესე რომ ვარდების რევოლუცია ალბათ ისტორიაში შევა როგორც ესე იგი დიდი შეცდომა და რომ სანამ სააკაშვილი იქნება საქართველოს ლიდერი არაფერი დადებითი ამ ქვეყნის ესე იგი სამომავლო განვითარების თვალსაზრისით არ მოხდება მაგრამ დაატანა ეს უკვე ბოლო დასკვნით ნაწილში წერს ამას რეკომენდაციების სახით რომ იქ დასავლეთში ხო მიღებული ესეთი სტრუქტურირება იმის რომ თავიდან აღიწეროს შემდეგ შუაში ანალიზი იყოს და ბოლოს იყოს რეკომენდაციები და რომ ეს არის ამოცანა ქართული ხალხის და არა თქვათ ამერიკელების თუმცა ამერიკელებმა მაშინ და ხელი შეუწყონ ყოველთვის ხელი არ შეუშალონ ანუ არც გარეთ ეს ერთ-ერთი მაგალითია რა გარეთ გახშირებულია ეს აზრი შეიძლება ყოველთვის არ არის ექსპლიციტური ასე ვთქვათ საჯაროდ გაცხადებული მაგრამ მოეჭველად ესეთი აზრი შეიგრძნობა მოდი ასე ვთქვათ როგორც ამერიკაში ისე ევროპაში და უმაღლეს დონეზეც კი და ჟურნალს ხომ მაგალითად ასევე შემიძლია მოვიგონო რომ ერთ-ერთი წამყვანი გერმანული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა ვთქვათ Deutsche Welle-თან ინტერვიუში რომ მე ვიცი რომ ლიდერებს ევროპელ ლიდერებს ხვენიათ როცა სააკაშვილის გვერდზე უყოთ ყოფნა და